Nana, გაიცანით, ეს ჩემი სტუდენტობის მეგობარია, სანდრო დაბატაძე. სტუდენტობის მეგობარი? აქამდე რა თამარი ვიცოდი? გულისხმობ რას ფენთავარ? არაფერი გითხრობ დამჭირ სახებ. ნანა ჩიქოვანი. სანდრო დაბატაძე. რა ძლიერი ხელი ქონიათ ქალბატონო ნანა? თელეთრეს საქმეში მოგიხსენე. სანდრო, შევიდეთ, ხო? უხერხულია სოფო არაფერი გვაქვს. არაშას არაფერი გვინდა, უბრალოდ ჩამოვიარეთ, კინოში მივდივარ. კინოში? რა მაგარია! თან ახალი მუთლიმია უეჭველი უნდა ვნახოთ. ჩქარა გაიგეთ გამოიწვია. სანდრო. სანდრო, ყავს დალე? კი დავი. ქალბატონო ნანა, თუ არ შეწუხდებით, ყავა მოგვიდუღეთ. თქვენ შაქარი რამდენი გნებავთ? არც ერთი უშაქროსაო კატეგორიული წინააღმდეგი ვარ საერთოდ შაქრის. იცი როგორ მეხმარება? ეს რომ არ ყავდეს, არ ვიცი რა მეშველებოდა. ხო, კარგი ხალია ისე. როგორ გაუხარდათ არა ბავშვებს კინოში წასვლა? იცი რა, დიდი ხანი არსად გამიყვანია, უბრალოდ ვერ ვახერხებ. სანდრო, დიდი მადლობა ყველაფრისთვის. კარგი რა, მადლობა არც თქვენი. თქვენი ყავა. აუ ეს რა მომიტანეთ? თქვენ მითხარით შაქრია სავსვამო? ხო, მაგრამ მარილიანსაც არ ვსვავდა. ვაი, მე უნდა გეთქვათ. ლიმონადს მოგართვებს ძალიან გემრიელია. კარგი ლიმონათი მომდათ. როგორ ნორმალური იქნება? ეს ლიმონადი ესა ჭიქა. მადლობა. ვაიმე, რა მოხდა? ვაიმე, სულ დავისვარე, სულ დავსველი. ვაიმე, უაცრებად. რა კარგი პერანგი და შარვალი გაგიფუჭეთ. ალბათ ძალიან ძვირი ყის, ხო? კი, საკმაოდ ძვირი ყის. მადლობა, მადლობა. მე თვითონ მადლობა, მე თვითონ. ესე იგი ბევრი ფული გაქვთ, ხო? პრინციპში კი. თუ ბევრი ფული გაქვთ, გასათხოვარ ქალბატონებს რატომ ვერ ხიბლავთ? ვაიმე, რა სიგრძეა, ნამახ. წავალ ენას დამიმოკლებ და ნამცხვარზეც მოვიდა. ქალბატონო ნანა, აღარ გვინდა ნამცხვარი, გავდივარ. ვაიმე, რა დაიქნება სანდროს უნდა და უგემრიელესია. არა, მადლობთ. ქალბატონო ნანა, მამა დღეს გვიან მოვა და თუ შეიძლება გასაღები მეზობელთან დატოვეთ, კარგი? კარგი ჩემო, კარგი. მადლობთ. კარგად ზონდებოდით. კარგად ზანდებოდით, ქალბატონო ნანა. კარგად სანდრო. შეთხოვით მოხდი აგზაამებნაო. ჩემი ბრალი არ არის. იძახოთა საწყალი ბეკეკო და დაიწყო თავის მართლება შეშინებულმა, მაგრამ ჩვენ ხომ გვახსოვს დედას როგორ ეურჩებოდა, როცა დედა ეუბნებოდა, უღრან ტყეში არ წაფიდეოდა, ეს მაინც წამოვიდა. ვინდა ბედა ჩემი ნებართვის გარეშე უღრან ტყეში შემოსვლაო სვანაირ და თუ გააკეთე ხო ხედავი ხშობი საცუდო. რაღაც არ გამოსდის, ხო? ეს ის იყובה. მე მგონი ჯობია ბავშვებმა და ზღაპრის დაწყებისთანავე დაიძინოს. ამას რო ნახავ რაღაცა აწი. აბრას და დათვი მართალია, მეც არ მომწონს. თავის ბუნახთან უცხო ცხოველი ერთი ვიცოდი რომელიც სულელი უშვებს ამას ეთერში. მას კი არა, მის პატარა ბელებსაც. მე ამიტომ გაბრაზებული გამოვარდა და ბეკეკო არქის დირექტორი კოტე ჯაფარიძე. უი, უკაცრავად. არა უშავს. მეც არ მომწონს. უბრალოდ რესპუბლიკის დამსახურებული არტისტია ბატონი არნოლდი და ხატს ვერ უტეხავთ. ასე დასრულდა ბეკეკოს ამბავი. ჩვენს დავამთავროთ ჩვენი ზღაპარი და კარგად და ძილი ნებისა.